დასავლეთი გაიყო ფაქტიურად ორად, არის ევროკავშირი და აგერ ცალკე ამერიკა. ხო, სხვადასხვა დღის წესრიგი აქვს თავისი პოლიტიკის. ანუ ევროკავშირი დარჩა წინა ადმინისტრაციის დღის წესრიგზე აწყობილი და ჩვენი წინა ხელისუფლების სიკეთის არ იყოს ბჭყალებში. ყველაფრის უფლება ჰქონდათ. თავარია რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის დღის წესრიგი გაეტარებინათ და ისე ემოქმედათ, როგორც მათ უნდათ. ეხლა უკვე აღმოჩნდნენ როგორ მდგომარეობაში, ანუ ყველა ეს თავისი სიკეთეები, თავიანთი კურსი და ის რაღაცა მცდელობები, რისი უფლებებიც ჰქონდათ და სხვადასხვა ქვეყნებში ებატონათ, დარჩნენ ჰაერში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგალითად, აგერ რუსეთის და ამერიკის მოლაპარაკებების დაწყებამ უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც აშკარად ითხოვდნენ, რომ როგორ შეიძლება ჩვენს გარეშე ამ თემაზე მოლაპარაკება და არავის პასუხიც კი არ გაუწია, ასე რაღაცნაირად გადაუგდეს, რომ 3 წელი ჰქონდა, ერთს უთხრეს, ისიც მათ არ უთხრეს, ზელენსკის უთხრეს და გამგებმა გაიგოსო, რომ 3 წელი ჰქონდათ ამისთვის და თქვენ არაფერი არ გაიკეთებიათ. ანუ ეს ამხელა მექანიზმი მახინა, რასაც ევროკავშირი ქვია, უკვე სხვა რელსებზე დგას, შეერთებული შტატები სხვა რელსებზე დგას. ამიტომ მათ ეხლა ძალიან გაუჭირდებათ შემოტრიალება, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ თლიანად LGBT პროპაგანდაზე აწყობილები რო არიან და ამდენ ქვეყანაში ფესვები აქვთ გადმული და ხომ ნახეთ ჩვენ ევროპელი ვიღაცა ჩინოსნების განცხადებები, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამერიკა აღარ არის, თვითონ აცხადებენ ახლა მას ჩვენ ხო არაფერს აღარ ვიგონებთ კაცო. აქამდე ხო გვაბრალებდნენ რომ რაღაცებს ვიგონებდით. თვითონ რასაც აცხადებენ რომ ჩვენი მხარდამჭერები არ არიან, ამიტომ ბრძოლის ველი ამჟამად ჩვენ რომ გვაქვს საქართველოში, იქ უნდა ამერიკის დახმარების გარეშე გავიმაგროთ ჩვენი ფესვები. და მოდი დავაკვირდეთ ახლა ამათ გამონათქვამებს ეს ხომ იმ მათი პოზიციების გაჟღერებაა, ვინც არიან იმაში ევროკავშირში. ანუ ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხომ დაავიწყდათ, ხო აღარ არის რაღაცა კანონი, რუსული კანონი, რაღაცა მიზეზები ხო აღარ არსებობს. პირდაპირ გამოაცხადა, რომ თუ გვინდა რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები. ისიც კი არ უთქვამთ, რომ აი მაგალითად არჩევნები გაყალბთ და მოვითხოვოთ ახალი არჩევნები. არა, ჩვენ რომ გავიმარჯვოთ, იქ უნდა მოვითხოვოთ არჩევნები და ჩავატაროთ, იმიტომ რომ ეს არის და აღარც დამალეს მე ეკონომიური და ენერგეტიკული დერეფანი და აქ ჩვენ გვჭირდება თქვათ რომ ეს ქვეყანა იყოს ჩვენი ვასალი. პირდაპირ დაპყრობაზე ალაპარაკდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე სხვა განცხადებებს აკეთებს. ამათ შორის დალაგებას ძალიან დიდი დრო ჭირდება და მივედით იქამდე. ანუ ეს არის ბიუროკრატია ევროკავშირის. ევროკავშირის ბიუროკრატია და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ვერასოდეს ვეღარ შეთანხმდებიან, ეს არის დამთავრებული ამბავი. ანუ ამ მათმა უნდა დატოვონ თავიანთი სავარძლები და სიკეთეები და ეს რა თქმა უნდა გაუჭირდება და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. და არც დაუმალავს, ხო, ტრამპმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ ის დაელაპარაკებოდა ცალკეული ქვეყნების ლიდერებს და არაფრად არ მიაჩნია, ვინ არიან ახლა ეს ბიუროკრატები. შესაბამისად, მოვლენები ესეც განვითარდება. პირველი დიდი დაარტყმა რაც მიაყენეს, ეს იყო მოლაპარაკებების დაწყება და ესე გაგრძელდება კიდევაც. ანუ ევროკავშირი ამ ომში დარჩება წაგებული.